მეცნიერების დაშვება რატო არ შეიძლება იქ ინსპექტირების ჩასატარებლად? აქ თუ არა. ბიჭო, ბირთვული ბომბი თუ არა აქვს, ბირთვული ელექტროსადგური არა აქვს და რატო არ ხდება იმ ობიექტებზე ჩასვლა? აი სიტყვაზე ვენდოთ დაგენაცვლე რომ არა მაქვს ბომბი? ბატონო ერმინილე თქვენ ფიქრობთ რომ ებრაელები არიან უფრის რჩეულიერი? მე ვფიქრობ რომ სიგლახეში კი ნამდვილად არიან. სიგლახეში ნამდვილად არიან უფრის რჩეულიერი. სიგარგეში რა გითხრა? რჩეულობა არ ნიშნავს რომ კარგი იყო. გამორჩეული შეიძლება იყოს სიკეთითაც და სიგლახითაც. ამიტომ მე ამ ხრივ არის რჩეული. რაჭი და გითხრა. დამთავრებით ახლა არ მინდა სხვა თემაზე გადავიდე, მე გაგცემთ. და შენ რატო უნდა ენდო ირანს სიტყვაზე და ვინ ენდობა ირანს სიტყვაზე? აი ეს ებრაული ზღაპრები ახლა დამიწყო. ჩადის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბირთვული იარაღის კონტროლის და მის ორგანიზაცია და ამოწმებს ადგილზე რა ხდება იქ. და ამბობს რომ არ არის. დაუშვით ეს ორგანიზაცია ისრაელში და ვნახოთ აბა თუ არ აღმოჩნდება იქ ბირთვული ტაქტიკური ბომბები. გეკითხები, აგერ შენც ებრაელი ხარ, გეტყობა და ქართული წერა კითხვა კარგად. სად არის ერთი წამაკითხი, ერთი საწერია რომ არის. მთელი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ამბობენ ყველგან საქვეყნოდ რომ არ არის. ეტყობა ისრაელში აცხადებენ რომ არის. ნედანიაჰუმ გითხრათ და არის. არის ისრაელში? რო გკითხოთ. ეს შენ ახლა მოფსი დაიძინე, შენ სერიოზული დისკუსია არ გინდა, ამ რევათ ახარ შემოსული, ამიტომ კარგად ფიფძანდი. ეს პროვოკატორების თავი არ ამაქვს. ამერიკული ბომბი რო არის თურქეთში, ამერიკული ბომბი არის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. და გერმანიაშიც რო არის ამერიკული ატომური ბომბი, არის გერმანიის სამხედრო გერმანიაში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე. გაიგე? და ისრაელში არ არსებობს ამერიკის სამხედრო ბაზა. გაიგე? რა განსხვავება? და მხოლოდ ომის შემთხვევაში შეიძლება გადაცენ მოკავშირე ქვეყნების ავიაციას იგიც მკაცრი კონტროლის ქვეშ. ისრაელში არ არსებობს ამერიკის სამხედრო ბაზა. და არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ არსებობს. ამიტომ ეს ზღაპრები თუ არ იცი, გიხსნი. თუ არ გინდა ამის გაგება და თუ სანდრიკასავით შემოსული ხარ ახლა ეხლა რო პროვოკატორობ და გაგიშვებ შენ გზაზე. აი ამაშია საქმე. თუ გაინტერესებს ნორმალური კითხვა დასვი და ნორმალური პასუხს გაგცემ. ეხლა არაფერი არ დამიწყებია რაც ქნეს. ახლა მთელი მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები თვითონ ამერიკის დაზვერვა ამბობს რომ არ არის. თვითონ ეს რა ვიცი არანაირად არ დასტურდება ირანში არსებული ბირთვული ბომბი. თუმცა არსებობს პოტენციალი იმისი რომ რა თქმა უნდა შეუძლია ამ ქვეყანას შექმნა. მასე ბევრ ქვეყანას შეუძლია. გაიხარეთ. იმის გამო რომ ქვეყანას შეუძლია განვითარება და ბირთვული ბომბი პირველ რიგში არის მეცნიერების განვითარება, ბირთვული პროგრამა ეს არის და ბირთვული ტექნოლოგიები ეს არის მთლიანად სახელმწიფოს განვითარება ყველა დონეზე. ესე იგი ქვეყანას უნდა დაუშალო განვითარება. თუ შეიძლება კითხოს უნდა ამისვამ დავასრულებ და მე გადავიდეთ სიტყვა შეკითხვებზე და პასუხებზე. გამომდინარე აქედან ესე იგი უნდა ადგეს ირანი და უნდა თქვას თავის განვითარებაზე უარი, იმიტომ რომ გაუსწორდეს ისრაელს. იმიტომ რომ გაუსწორდეთ ამათ და ესენი იყვნენ ბედნიერად. ამათ რო კითხო